კლასიკა, ქალაქური, ხალხური, რომანსი, ასეთი ჟანრობრივი მრავალფეროვნების წარსდგნენ ახალციხელი მსმენელის წინაშე ბორჯომიდან ჩამოსული მუსიკოსები. მათ ადგილობრივებს რამდენიმე განსხვავებული ნომერი წარუდგინეს და საკუთარი შემოქმედება გააცნეს. 8 წევრისგან შემდგარი ანსამბლი ქალაქ ბორჯომში მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით დაახლოებით 1 წლის წინ შეიქმნა. 2 პიანისტი, 1 მევიოლინე და 5 ვოკალისტი ქართულ და უცხოურ მუსიკაზე ერთობლივად მუშაობს. როგორც ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, ბორჯომისა და ახალციხის სამუსიკო სკოლები მსგავს ღონისძიებებს ერთმანეთის სცენაზე ხშირად აწყობენ. ახალციხეში დღეს ანსამბლის პირველი გასვლითი კონცერტი გაიმართა. სამომავლო ჯგუფი გასტროლებს ბორჯომის ახლომდებარე მუნიციპალიტეტებში გეკმავს. ჩვენ ყველა მუშაობთ მოვაწეოთ ბორჯომის სამუსიკო სკოლაში. ეს ანსამბლი შეიქმნა ბორჯომის გამგეობის ინიციატივით. სულ რაღაც 1 წელია რაც მოვაწეობთ და ვიცილობთ რომ ძირითადად შევასრულოთ კლასიკური ქართული სიმღერები. აბსოლუტურად, რასაც მღერი ვართ, მაყურებელი ძალიან კარგად იღებს. ჩვენ პირადად განებივრებულიც ვართ მაყურებლისგან და ძალიან კმაყოფილები ვართ. ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს ბორჯომის სამუსიკო სკოლასთან და ესეც იმის დამადასტურებელი იყო, რომ დღეს მათ მიერ შექმნილი ანსამბლი პირველად გამოვიდა ჩვენ სცენაზე.